18 წელი მარტოობაში ვარ. მარტოობამ და იმ განცდილმა წლებმა საკმაოდ დაღი დაასვეს ჩემს შინაგან სამყაროს. ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირად უყურებ. და მივხვდი, რომ არავის მიმართ ბოლომდე არ უნდა დაიცალოს ადამიანი. ღმერთის გარდა. აი ღმერთი კი არასოდეს დაგაღალატიანებს. საერთოდ ცოტა რელიგიური ტიპი იყო, ჯერ იოგებით იყო გატაცებული ჩემი მათველი მერე. საინტერესო ცხოვრება ჰქონდა იმასაც წარსული და რაღაცა. და ეძებდა თავს. და ჩვენ ერთ დღეს მეუბნე, არ იყო მოულოდნელი, რა თქმა უნდა, რომ იცი რა, თუ დამლოცავ, ეკლესიაში მოწავიდე, ბერად უნდა ავიქცო. მარიმო. და მე ამ ხრივ ვიან გავთხოვდი, საკმაოდ ის ალბათ ახალგაზრდა გოგოსთვის ეს რთული იქნებოდა, მარი გაუშვა და დარჩე ისე. მაგრამ მე მისი პირადი ცხოვრება დავაყენე უფრო მაღლა. მაგალ ანგარიში გაუწიე იმას, იმიტომ მე საერთოდ ძალიან დიდ პატივს ვცემი ადამიანის თავისუფლებას. არ შეიძლება შეზღუდო ის, რაც რომ დაუშვათ არ გამეშვა, თუ კი იმას ასეთი მიდრეკილება ქონა და სურვილი წასვლისა, რა იქნებოდა? რა ბევრი უსიამოვნება და რაღაც იქნებოდა. მე ვფიქრი, რომ ერთი ადამიანი მაინც იყოს ბედნიერი, თუ ის ამაშხებოს ბედნიერებას და დაულოცე, იმიტომ რომ ისე არ მიიღებდნენ ჩემი უფლების გარშემო პატრიარქიც არ მიიღებდა. დაუშვი, წავიდა ბერად აღიქვეს რა ეს. უკვე რამდენი წელიწადია ბერად არის ახვეცილი, 18 წელი. მინდოდა ბავშვის აყვანა. წავედი კიდეც მოსკოვში, შევარჩიე კიდეც ბავშვი, დავდიოდი მასთან, სვეტლანა ერქვა სმირნოვა იყო გვარად. ყველაფერი გავაკეთე, რომ წამომეყვანა. 3 წლის იყო, ცოტა რაღაცა ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მინდოდა ბავშვის აყვანა. მერე რატომ მოხდა, რომ ჩამეშალა ეს ამბავი? რა კი ქართველი ვიყავი, იფიქრეს, რომ ფული მექნებოდა რაღაც და არ დავზოგამდი და გამირთულეს რაღაც ცნობები, ესე იგი მე უნდა ჩამოვსულიყავი იმ ცნობების გულით წამეღო და მაგის საშუალება აღარ ჰქონდა, მაგან შემიშალა ხელი, რომ მოინდომეს მაგზნობინეს, რომ უნდა ფული მიმეცა და მაგან არ ვიცი სასიკეთოდ თუ საიმის, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ ბავშვები ძალიან მიყვარს. ბავშვები ძალიან მიყვარს ეს რა, თუნდაც ჩემი ალბათ იმის სიყვარული მე ახლა ოჯახში არ მყავს თვითონ და დავიტანე ჩემ ბავშვებს, ჩემ მოსწავლეებს, ბავშვებს ვეძახობ და ჩემ ბავშვის მშობლებს ვეძახობ და იმას შორის. იმაზე გადავიდა მთელი სიყვარული, ძალიან მიყვარს ბავშვები. ძალიან მიყვარს, მით უმეტეს არიან რომ იბადებიან თავიდან კარგი ბუნების ბავშვები. ცუდებთან ჭირდებათ სულს რა გაგებით, იცი, როცა გენებში დაყვებათ ის სისასტიკე. და მე საშინელი მე მინდა. მე რიტას არც უფროსი მიყვარს და არც უმცროსი მიყვარს, ეს სულ მე მინდა, კი გვინდა ბევრი, მაგრამ უნდა მოზომა შენს გარშემო სხვაც არის და
იმიტომ თქვი ბავშვების გარეშე სამსახურს მეგულისხო ბავშვებს ბავშვების გარეშე უკვე რა 27 წელიწადია მე ბავშვებთან მუშაობ. სულ პატარებთან. კლასში მყავდა 40 ბავშვი, 40-ზე მეტი იყო პირველ ექსპერიმენტულში რომ მივედი, 6 წლიანები იყო, მაშინ 0 კლასი იყო. 0 კლასი იყო. ძალიან რა მათთან მუშაობა ძალიან კარგი. ეს მოთმინება უნდა გქონდეს. ამიტომ რაგი ოჯახში არ ყავს. ყავს, ბევრი მყავს ბავშვი. ძალიან ეცემს. ძალიან ძნელია იყო ექალი, ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ბევრჯერ მინატრია ნეტარ კაცი ყოფილიყო მეთქი, ბევრად ფრადვილი იყო მამაკაცი. ქალს უფრო მეტი პრობლემები აქვს. მით უმეტეს თანამედროვე ქალს. ყველგან მარტო ჩვენთან საქართველოში კი არა, სულ ყველგან. ქალს აძლევს სიმძიმე, ეხლა გარდა იმისა, რომ ოჯახის სიმძიმე, ბავშვების მოვლა, ღმერთო ჩემო, რამდენიმე ჯერ ამ გაჭირებაში ყოველდღიურად საზრუნავ საკვებზე. და მეორეც ის ეხლა ქალები უფრო მეც კიდევ მუშაობენ გარეთ. გარდა იმისა, რომ ოჯახის სიმძიმე აწევ. ეკონომიურადაც ქალებს შემოაქვთ. ეხლა მამაკაცები ამ ხრივ, არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ძალიან ბევრი პასიურია. ადვილია უფრო მამაკაცობა. ეხლა თუ ისეთ ნამდვილი მამაკაცი, როგორც წარმოგვიდგენ ჩემ მამაკაცი, როგორც მამაკაცმა უნდა შეინახოს ოჯახი, აღარ არის ეგ დრო. ნახეთ, გინა ფინებში გაიხადეთ, გინა გარშემო. ქალები უფრო მე ხო ჩემს სახლში რო ეთქვა ქალის მევა და კაცის მევა ყველაფერს მევაკეთებ ქალის საქმესაც მევაკეთებ ვინ გამიკეთებს არავინ არ ამყავს მოახლეები არ ყავს და გაფუჭდება რაღაცა და რა თქმა უნდა მინატრიამ დროს ეხლა მოხერხება მაგ და ფიზიკური ძალა არ მომდის მაგრამ რო ავიდე სახურავია გასაკეთებელი აი კუპი აღარ მომწონს არ რაღაცას გადაადგილებოდა რა თქმა უნდა და იმიტომ აი ნოსტალგია იმაზე მქონია რომ მე რომ ყავდეს ახლა მეგობარი მეთქი ხო ერთად რა კარგად გავაკეთებდით ამბახს ავაყვავებდი როგორც იყო ადრე უცი დავალაგებდი რა თქმა უნდა Michael Schumacher აი ხო მე გავითამაშე და უყურებდა სად მოხდება ცვლილება სად გადაუხვიე სწორი ვითამაშე მე თუ არა ელო მე მიგანა აი რომელისთვის გამოხვიე ახლა პარტიას იტალიური პარტია აი ეს რომ ეთამაშა რა დებიუტი ორი ხათის დებიუტი სადაუისი თქვა დასაშნავს თამაშით მაგრამ ეხლა ჩვენ ნახოთ ახალ სლას ამას არ თამაშობ თორე ეგ შემინება დინდა ამას ითამაშებ დინდა ამას ითამაშებ ორივე კარგი სლა სხვაგანაა დინდა ამას ითამაშებ მაგრამ ეს სლა არ გარდაიტო უსკეტა ამიტომ კარგი სლა არ ხედავთ სესამი არ აი ახლა საუბარი გამარია შამათისთვის უნდა მოამზადო გიორგი პაიკის გასვლა რადგან ლაზერი ერთია შამათისთვის აი ალბათ ეგ უნდა მოამზადო სწორი ხარ რომ ლაზერი ამზადოს
საკუთარი პრობლემა ეხლა ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა გვაქვს. პირველ ყოვლისა ის რომ გვინდა თავშესაფარი და არ იყოს უპრალგონო ხოცვა-ჟლეტა და ცხოველებისა, იყოს სახლის, სადაც მივიყვანთ ამ დაჭერილ ძაღლებს და მოხდება გადარჩევა, რომელიც მართლა მძიმედ არის დაავადებული, თანახმავად რომ ის დააძინონ უმტკივნეულო, მაგრამ რომელიც საღი ძაღლია, ნორმალური, ჯანმრთელი, შეიძლება იმას ჩაუტარდეს ის პროცედურები რაღაცა, მკურნალობა, წამლები რაღაცა, მე იმ ძაღლის გაცემა რომ შეიძლებოდეს, რომ პატრონი გამოუჩნდეს. აი ეგაა და მეორე კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ის რომ რესპუბლიკას არ აქვს კანონმდებლობა ცხოველთა დაცვის შესახებ, შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ არ არსებობს. ვისაც რა უნდა შეუძლია გააკეთოს და პასუხს ვერავინ არ მოსთხოვს, იმიტომ რომ კანონი არ არის. აი თუნდაც ძაღლების ჩხუბები რომ იყო ერთი ამბები. ოფიციალურად აიკრძალეს შევარდნაძის ბრძანებით აიკრძალა, მაგრამ კანონი არ არის. და ჩუმჩუმად მაინც ტარდება ჩხუბები. ბიზნესად გაიხადეს ძაღლების ჩხუბები. შინაურ ცხოველთა დაცვის კანონ პროექტზე ვმუშაობ. ჩვენ უკვე შევატყობინეთ, ჩვენი საზოგადოება ხომ სოფლიოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრი ქვეყანაა. იქ შევატყობინეთ, იქიდან ველოდებით ახლა ინგლისის კანონს, ის უნდა ითარგმნოს და მერე მოერგოს ჩვენს კონსტიტუციას. და ამუშავდება და ნუ ხშირად მეუბნებიან რომ რა კანონი მუშაობსო, ადამიანებზე არის კანონები და ის არ მუშაობსო, არ მოქმედებსო და რა თქმა უნდა, მეც კი ვიცი რომ არ იმოქმედებს. ჯერ არაფერი არ მოქმედებს, მაგრამ კანონი ხო უნდა იყოს შექმნილი, რომ ვეღარ ოდესღაც სხვა მოქმედება რა. იცით, ახლა მე ქრისტიანი ვარ. მომლათეს დავიბადე თუ არა არის აკეთე ჩემს არჩევანს პატარობიდან. და იქ ამობენ ხშირად რომ ადამიანები არ უნდა გარჩი ყველა ერთნაირად უნდა ვიყარდეს. ვცდილობ რომ ყველა ერთნაირად ვიყარდეს, მაგრამ არ გამოდის. აი როგორ უნდა მიყარდეს დაუშვათ აი ეს ბავშვი რომელიც სულელდება ისე უყარს ცხოველები და როგორ დაიცვას და გააკეთოს და ამ დროს ის ადამიანები რომლებიც აი ესე დაუზოგავად წამებით რო კლან და მაშინ სიამოვნებას ვეუბნები. აი ახლა რამოდენიმე მაგალითს მოგიყვებით. საბურთალოზე მოხდა ბიჭებმა გაბერეს ნასოსით კატა. ერთი ეს პროცესი და გადმოამდეს მერვე სართულიდან რომ გასკდება როგორ მოხდება. ან საირმის სურამში არის ერთი ყვაწვი. რომელმაც აი ლეკვი ჩამოკიდა გაჭრა დანით. და გამოქონდა ორგანული და ამას აკურებდა. ან კიდევ აი ახლა აქ იყო ასეთი შემთხვევა კიდევ რომ მტრედებს ჩიჩქნიდა თვალებს და თუ გინდოდა რომ შენ იმ ატკუტოხში მისულიყავი, მე ხმაწვილებას ვეძებდა შენც უნდა გაგეკეთებინა თუ არ გააკეთებ შენ არ ვარ დედალი. ჩემი კლასელი იყო ერთი და სკოლაში და ერთხელ მეცხალი შემოფრინდა და თქვა მოდი თავი მოუტეხოთ მეცხალს და მე უთხარი ცოდუა და ის მეთქი და კიდე აღარ მცემა და მე ვცემ მე სამჯერ მუშტი დაუწყი და მე ვერც გამეკადა. ხედავ კაცი მოდის ახალგაზრდა კაცი პოლიციელის ფორმაში. დაიკუზა რაღაცა იყო და შემოდა ბუჩქებში. მივედი ნახე რა არის. ლოკო კიდე იყო შემოდები. ალბათ იფიქრა რომ ფევით ხალხი გაჭყუტავს. და შემოდა ბუჩქებში. იმის შემდეგ გიორგი, ნახე რა მაგალითი იყო ჩემთვის. იმის შემდეგ ის ახალგაზრდა ბიჭი იყო 25 წლის წინოდა. ყოველთვის იგივეს ვაკეთებ ეხლა მე რომ დავინახავ დაბზ რამეა ჩამოსული, ხოჭოც რომ იყოს ამოვიღო და შემოსვა ხოლმე ზევით. ყოველთვის იმას. ჩემთვის სცენარეც და ცხოველის თითქმის ერთი და იგივეა. ძალიან ხშირად ხოლმე ფსიქოლოგები და ისინი ამბობენ რომ არ შეიძლებაო ცხოველის წანება, იმიტომ რომ იმასაც ისევე ტკივა, ისევე წყურია, ისევე შია, როგორც ადამიანს. და თუ დავფიქრდები ჩვენ, თუ კი იმას სჭირდება დაცვა, რა სცენარეს არ სჭირდება დაცვა. ხედს, ჭამს, სვავს, სუნთქავს, ყვდება, ნაყოფს იძლევა. ადამიანიც იგივე არ არის.
საერთოდ ინდივიდუალისტი ვარ, არ მიყვარს ბევრ ხალხში ყოფნა. უფრო მეც ვაკეთებ კიდეც, უფრო მეტად ვაზროვნებ კიდეც, უფრო სიამოვნებს კიდეც, როცა მარტო ვაკეთებ რაიმეს. ათზე უფრო მეც გავაკეთებ, ათჯერ უფრო მეც, აი ვიდრე ოღონდ ხელი არ შემიშალოს არ არის. მარტო ყოფნა მომწონს. საერთოდ აი ეგეთი რისკენ რაღაცები ძალიან მაინტერესებს. მინდა გამოვცადო საკუთარ თავზე, ის შეგრძნება, თუ კი რამეს ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ აი გამოვცადო ის შეგრძნება, რაც იმ დროს ხდება. განვიცადო ის, რაც იმ დროს ხდება. სხვადასხვა პარაშუტი რო გაიხსნა, მე დავავიწყე. რომ დამშვიდი, ბუხ, დაიძახა პარაშუტი, ესე იგი გაიბერა პარაშუტი. ეგ ყველაზე კარგი სასიამოვნო, მოდიხარო ტრიატრიალი და მე რო იძახეს ბუხს, ის ტროსები გასწორებენ, ესე იგი ეგ იმაშიავს ჰაერი შევარდა ამ გუმბათში, გაიბერა და მოდიხარ და კარგად გემრიალს მოვეწყე, სიმღერის ხასიათზე ვიყავ. აი მინდოდა რომ მემღერა, მაგრამ გამახსენე რომ ქვევით სამხედროები არიან და არ შეიძლება სიმღერა, მაგრამ გრძნობა იყო ძალიან კარგი. მე რო უახლოვდებოდი მიწას, აი მაშინ კი შემეშინდა ისე, იმიტომ მოდიხარ როგორც ტყვია. ზევით არ გონია ჰაერში ხარ გაჩერებული, გეშინია კიდეც არ დარჩე. მაგრამ რო უახლოვდები მიწას, როგორც ჩანს, მიწის ზოლობის ძალა ძალიან ძლიერაა, ტყვიასავით ეშვი. რომ გითხონ ახლა, როგორი ცხოვრება გინდა, რა სისულები, ყველაფერს შეგიქმნითო. ალბათ პირველ რიგში ბაღს ვერ დავთმობდი. სამსახურს ვერ დავთმობ. ცხოველებზეც გამიჭირდება მაგათი დათმობაც, აი ეს სამსახური დავთმობ. ისევ გამოდის რა, ისევ დავთმობ რას. ოჯახურ ამბებს, უფრო შეველევი, ავიტან მაგას. ვაგავნავს. და აი უამიცოდ ვერ ვიარსებ. იცით რატო? მე დავკარგავ საკუთარ თავს დავკარგავ. მე რო გადავიდე აი ამ სულთა დიასახლისობაზე, ის რაღაც არ ვიცი რაც ღმერთს მოუწია იმას. ალბათ ვერც ვიტყუარს და თუ თქვი ვარი დავკარგავ ყველაფერს. უაზრო გახდება ცხოვრება. ადამიანს ხო რაღაცა ასულთმოდებს, რაღაცა იმაშება აძლევს ენერგიას და ფრთხილად არ დაეწოли. აი ეზოში იქნება. ეზოში აგეიქცადე. რა კარგადაა ნათქვამი, დრო საუკეთესო მკურნალიაო. ეხლა რომ ვფიქრობ წარსულზე, იმ პირილებზე მეღიმება, ეს შემთთვის იყო აუტანელი ტრაგედია. ისე კი, რა მოხდა ისეთი, რაც ყოველ დღე და ყველგან არ ხდება. მე გამოვცადე დიდი სიყვარული და კიდევ უფრო დიდი ტკივილი. ტკივილი, რომელმაც როგორც პიროვნებას უფრო მეტი მომცა, ვიდრე იმ ორმა ბედნიერმა ათეულმა წევრმა. დღეს ვაკეთებ ბევრად უფრო მეც, ვიდრე ოდესმე. ეგაა რომ მარტო ვარ. ძალიან მინდა მყავდეს თანამოაზრე მეგობარი.
Мзия, желанная, незабываемая. Вчера я приехала из деревни, чтобы написать несколько писем. Я получаю письма в своем коттедже, на лоне природы. Но там нет почты и некогда отвечать на письма. Нужно наблюдать, как меняется колорит и светотени в облаках, в воде в моем пруду, как освещаются уже голые, без листьев деревья. Итак, я получил ваше милое письмецо. Большое спасибо. Как очарованный, я ходил несколько дней, вашим словечком любящая. Не забывайте, Мзия, и до наших дней дошли слова Пушкина: «Любви все возрасты покорны». Да, Мзия, очаровательная, умная и гордая, и вы должны это знать, что в нашей людской жизни лишь одна любовь есть ценность. Любовь порождает все достижения, искусства, науки. В одиночестве и в тишине обдумываю свои проблемы живописи. Этим летом не слишком много писал, но зато с ясностью повернулся я на несколько градусов в новом направлении для будущей моей персональной выставки. Пока будет любовь в сердце, к известной или к неизвестной, можно будет создавать новые вещи в живописи. Кроме этого, работала над садовой скульптурой в бетоне, и это очень интересная работа. Как ваше здоровье, Мзия? Какие успехи в работе? Что нового у вас? Я не забуду вас, Мзия. Буду писать, когда вернусь в Ригу. От всего сердца ваш Рудольф Пинис. ოთხმოცი წლის 7 აგვისტოს მოულოდნელად დავკარგე მეგობარი, რის გამოც საკმაოდ ძლიერი ფსიქიური სტრესი მივიღე და კარგ ახნით გამოეთიშე ნორმალურ ცხოვრებას. გამოსავალს საკუთარ თავში ვეძებდი და მივაგენი კიდეც. წიგნებმა მიშველეს, განსაკუთრებით კი ნიცშეს ბიოგრაფია. 9 დეკემბერს მეგობარმა ცოლობა მთხოვა. მე მაშინვე დავთანხმდი. არ ვიცი, სწორე მოვიქეცი თუ არა, ამას ალბათ დრო მაჩვენებს. 2 იანვარს მომეცა საშუალება მოსკოვში წასვლისა. და წავედი კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მას გავეკეცი. და ეხლა მჯერავს, რომ არ უნდა მეჩქარა თანხმობაზე. ჯერ უნდა მივცხოვდი იმას, რომ ის ჩემი მეუღლე გახდებოდა და მერე უნდა გადამეწყვიტა. 18 წელი მარტოობაში ვარ. მარტო ვარ. მარტოობამ და იმ განცდილმა წლებმა საკმაოდ დაღი დაასვეს ჩემს შინაგან სამყაროს. ეხლა ცხოვრება სულ სხვანაირად უყურებ. და მივხვდი, რომ არავის მიმართ ბოლომდე არ უნდა დაიცალოს ადამიანი. ღმერთის გარდა. აი ღმერთი კი არასოდეს დაგაღალატიანებს.
ლომი, გელი, ლომი, ხარი, მაიმუნი, ჭიშკრიტხა, ლამი, კამეჩი, ზებრა, ლომი, ვეფხვი, გელი, ზებრა. ამბალ ხანს ხშირად ვფიქრობ, ხომ არ გადავიდა ნაბიჯი, ხომ არ შევქმნა მეთქი ამ სიბერის ჟამს. ოჯახი, ყავს ერთი ძველი თაყვანის მცემელი ასტრახანში. ალბათ გადავდგა ამ ნაბიჯს. შეიძლება სულ მალე.